წარმოიდგინეთ 300 წლის მისდევს წინა მანქანას. კოკპიტში 60 გრადუსია წყლის სისტემა არ მუშაობს. ინჟინერი კი რეჟიმის შეცვლას გთხოვთ. თქვენ კი ერთადერთი რაც თავში გიტრიალთ მოწინააღმდეგეზე გადასწრებაა. ყველა საღამო მოზროვნი ადამიანი წინა მანქანას უკან ამოუდგებოდა და ასე შეეცდებოდა პოზიციის მოგებას. სწორედ ესაა სპლისტრიმი, მაგრამ სად გადის ზღვარი წინა მანქანის გაჭრილ ტრაექტორიასა და ბიძურებულ ჰაერს შორის? ეს უკანასკნელი ინფლუენსერ შეყვარებულს გავს. თავიდან კარგია, მაგრამ თუ შეკითრია, მერე ცუდად გაქვს საქმე. ნებისმიერს ხელს უწევს წინაღობის დაძლევა გადაადგილებისთვის. ადამიანის და სამოხარებლო ავტომობილის შემთხვევაში ეს დაბრკოლება შეუმჩნეველია. ნუ თუ დიღობში არ ცხოვრობთ და 50 კილოს ნაკლები არ ხართ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია მივხვდეთ იმას, თუ რატომ მიყვებიან მრბოლელები იგივე ტრაექტორიაზე წინა მანქანას. შევხვედრ ჰაერს წინა მანქანა ჭრის, ხოლო მდევა შედარებით ნაკლები წინაღობის დაძლევა უწევს. ანუ იგივე ძრავის შემთხვევაში იგივე დატვირთვაზე ძალის უკეთეს რეალიზებას უკანა ბოლიდი ახდენს, რადგან ნაკლები წინაღობა აქვს დასაძლევი. ხოლო ნაკლები წინაღობა მეტი მაქსიმალური სიჩქარეა, რაც მეტ გადასწრებას ნიშნავს. დიდი ალბათობით ფიზიკიდან გემახსოვრებათ ის ფაქტი, რომ ამოცანებს იდეალურ პირობებში ვითვლით. მაგალითად, ჭურვის ამოცანებში ჰაერის წინაღობას არ ვითვალისწინებდით, რომ მარტივად დასათვლელი ყოფილიყო. ყველაფერს წინასწარ ვერ გავთვლით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ფორმულა 1-ის ინჟინერიის წასია. ბოლიდი იტესტება ქარის გვირაბში, სადაც სიმულირდება ჰაერის და ბოლიდის ურთიერთქმედება, მაგრამ შეუძლებელია ზუსტად გათვალო ჭუჭყიანი ჰაერის და მანქანის ურთიერთქმედების შედეგი. ხოლო ჭუჭყიანი, ანუ ადამიანურად რო ვთქვა, турბულენტური ჰაერი ეგრეთ წოდებული გამოყენებული ჰაერია, რომლის მეორეული ექსპლუატაციაც არაა რეკომენდირებული. აი დაახლოებით ნახში ოჟანგი რო ჩავისუნთქო დიდი რაოდენობით მაგას გავს. ჩვენ ამ შემთხვევაში უჰაერობა და თავის ტკივილი დაგვეწყება, მაგრამ ბოლიდი ასე მარტივად ვერ გამოძვრება. წიმყოფი მანქანა ჰაერის ტემპერატურას ზრდის, რის ხარჯზეც იზრდება ჰაერის სიმკვრივე და რაც თავარია მიმართულება. ჰაერი გამკვრივდა. სიმულატორზე და ჰაერის გვირაბში დატესტილი ჰაერის ჰაეროვანი ალერსი ბოლიდის ფრონტალურ პროექციაზე წყალში იღრება. მანქანა კი უმართავი ხდება. რეალურად სპლისტრიმი და ჭუჭყიანი ჰაერი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. დაახლოებით 0.5 წამზე მაქვს საუბარი. წამნახევიდან წამამდე დიაპაზონში ყოფნა წინა მანქანისთვის ყველაზე მოთხსენებულ ბენეფიტს მოგცევს, მაგრამ რაც უფრო მივახლოვდებით, მით რთული გახდება ჩვენი მანქანის მართვა. წინა ბოლიდიდან გამოთხორცნილი ცხელი და არარაციონალური ფორმით წამოსული ჰაერი შეიძლება სავალალოს კი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ჰაერს პირველ რიგში ბოლიდის წინაფრთა ეხება, რომელიც პირველი დეტალია დამწველი ძალის გამომუშავებაში. თუ საკმარის და სწორი ჰაერი არ მიეწოდა ამ ნაწილს, წინასაბურავები მოჭიდებას დაკარგავს საფართან, რაც ანდერსტირს, ანუ არასაკმარის მოხალისეობას გამოიწვევს. 5-8 მანქანასთან რეგულარულად ყოფნამ შესაძლოა გადაახუროს ასევე მუხრუჭები და ძრავი, რამაც საბოლოოდ რბოლის ადრეულ გამოთიშომდეთ შეიძლება მიგვიყვანოს. ან უკეთეს ვარიანტში საბურავები გადაგვიხურდება და იმაზე მალე გავსდება ვიდრე სიმულატორმა ჩვენამ. სწორედ ამიტომ სწხოვენ საბოლოო ინჟინერები თავიანთ პილოტებს ცოტათი ჩამოშენ წიმყოფ მანქანას. წინაღობის ძალის გამოსათვლელად ჩვენ ერთმანეთზე უნდა გადავამრავლოთ წინაღობის კოეფიციენტი, რაც დაახლოებით 9.7-ია, ჰაერის სიმკვრივის 1.2 კილოგრამი მეტр კუბი, ჩქარე და ჰაერთან პირველადი შემხებლობის ფართობი. ანუ ფორმულას ავტომობილის მთლიანი წინა ნაწილი, რაც 1.5 მეტр კვადრატია. ამ ყველაფერს კი 1.2-ზე გავამრავლებთ. სპლისტრიმის შემთხვევაში ეს რიცხვი 20%-ით მცირდება. ხოლო რაც შეეხება ჭუჭყია ჰაერს, აქაც რიცხვი თითქმის იგივეა, უბრალოდ მოჭიდება იკარგება 30-40%-ით. რომ შევაჯამოთ სპლისტრიმი კი გვაფრთხიანებს, მაგრამ თუ ამით დროზე ადრე არ ვისარგებლებთ, ბარიერის უსაფრთხოების დატესტვა მოგვიწევს.